მოგესალმებით მეგობრებო, Anonymous Facts კვლავ თქვენთან არის. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ 10 ძალზედ მეტად უცნაური დანაშაული. ნომერი 10. ახალგაზრდა ამერიკელი დედიკო დაიჭირეს იმ მომენტში, როცა პოლიციელი მის შვილს ზაღლებით ნარკოტიკის აღმოჩენის დემონსტრირებას უტარებდა. ნარკოტიკზე დაგეშილმა ზაღლმა ახალგაზრდა დედიკოს ჩანთაში მარიხუანა აღმოუჩინა. ნომერი 9. ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა მაღაზიაში და გამყიდველს კასიდან ფულის ჩანთაში ჩაყრა მოთხოვა. მას შემდეგ რაც მთელი ფული ჩანთაში მოათავსა, თვალი მოკრა ვისკის ბოთლს და გამყიდველს მიზის ჩანთაში ჩადება უბრძანა. გამყიდველმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა. ეჭვობდა რომ ის არ იყო 21 წლის. მას შემდეგ რაც შეისწავლა თავდამსხმელის პირადობა, ვისკი ჩანთაში ჩაუდო და დაემშვიდობა. უიღბლო დამნაშავე 2 საათში აიყვანეს, რადგან მის პირადობაზე ყველანაირი ინფორმაცია ეწერა მის შესახებ. ნომერი 8. ქალმა პოლიციაში განაცხადი შეიტანა მანქანის გატაცებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად დაამატა, რომ მანქანაში ტელეფონის ჰქონდა დარჩენილი. პოლიციელმა მობილურზე დარეკა და გამტაცებელს უთხრა, რომ გაზეთში წაიკითხა მანქანის შესახებ და უნდოდა მისი შეძენა. დაუთქვა შეხვედრა, შეხვდა, დაიჭირა და გაასამართლა. ნომერი 7. ინგლისელი მძღოლი მოძრაობის წესების დარღვევისას კამერამ დააფიქსირა და სახლში პოსტით მიუვიდა 40 ფუნტი ჯარიმის გადასახდელი ქვითარი და მანქანის სურათი დარღვევის მომენტში. იმის მაგივრად რომ გადაეხადა, მან პოლიციაში გააგზავნა 40 ფუნტიანი კუპიურის სურათი. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ მოუვიდა სურათი პოსტით, სადაც უკვე ბორკილები ეხატა. ამ სურათის ავტორისეული ძალა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გაორმაგებული ჯარიმა იმ დღესვე იქნა გადახდილი. ნომერი 6. ერთმა გენიოსმა გადაწყვიტა ბანკი გაეზარცვა. მიაკითხა Bank of America-ს და დეპოზიტის კარტაზე ამოჩხაპნა. ეს ზარცვაა, ჩაალაგეთ ფული ჩანთაში. ამის შემდეგ ჩადგა რიგში. რიგში დგომისას ეჭვმა შეიპყრო, რომ ვინმეს შეიძლებოდა დაენახა რა იყო მის კარტაზე ამოჩხაპნილი და სასწრაფო დატოვა ბანკი. გადავიდა მოპირდაპირე გზაზე და შევიდა Wells Fargo ბანკში. იქ უფრო ცოტა ხალხი დახვდა. როცა სალაროსთან მივიდა, დეპოზიტის კარტა გაუწოდა ოპერატორს. ოპერატორი მიხვდა, რომ ჩვენი გმირი ჭკუის ნაკლებობას განიცდიდა და უთხრა, რომ ეს კარტა Bank of America-ში იყო და მისი მიღება არ შეეძლო. ის უნდა დაბრუნებულიყო Bank of America-ში და გადმოეყვანათ Wells Fargo ბანკის დეპოზიტზე. ჩვენმა გენიოსმა დატოვა ბანკი. მისი გასვლის შემდეგ ოპერატორმა ეს ყველაფერი პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე წუთში ის დაიჭირეს. აბა თუ გამოიცნობთ სად? Bank of America-ში. ნომერი 5. მიჩიგანის სასამართლოში ბრალდებულმა კრისტოფერ იენსენმა, რომელსაც ნარკოტიკების შენახვისთვის ედებოდა ბრალი, განაცხადა, რომ ის ორდერის გარეშე გაჩხრიკეს. პროკურორმა განაცხადა, რომ იმ მომენტში იენსენის კურტკა საეჭვოდ გამოიყურებოდა და პოლიციელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ კურტკის შიგნით იარაღი იმალებოდა. ამ შემთხვევაში ორდერი არაა საჭირო. სრული იდიოტობაა, თქვა იენსენმა. მე იმავე კურტკაში ვზივარ და მითხარით, სად შეიძლებოდა იარაღის დამალვა. ამ სიტყვებთან ერთად კურტკა გაიხადა და მოსამართლეს გაუწოდა, რომელმაც კურტკის შიგნით კოკაინის შეკვრა აღმოაჩინა. გამოცხადდა შესვენება, რადგან მოსამართლე 5-20 წუთის განმავლობაში სიცილისგან თავის შეკავებას ვერ ახერხებდა. ნომერი 4. შეიარაღებულ ძარცვაში ბრალდებულმა დენის ნიუტონმა ადვოკატი დაითხოვა და თვითონ გადაწყვიტა საკუთარი თავის დაცვა. ადვოკატობა მშვენივრად გამოსდიოდა მანამ, სანამ პროკურორმა მოწმედ არ გამოიძახა გოგონა, გაძარცვული მაღაზიის მენეჯერი, რომელმაც ის ამოიცნო. დენისმა გოგონა დაადანაშაულა ტყუილში და დაამატა, რომ მაშინვე უნდა დაეხალა მისთვის შუბლში ტყვია და უცბად გონებაზე მოსულმა დაამატა, იქ რომ ყოფილიყავიო. მართ მსაჯულებს 20 წუთი დასჭირდათ 30 წლიანი პატიმრობის მისასჯელად. ნომერი 3. მოსეერნი ახალგაზრდა ბიჭი დაინტერესდა პოლიციელების ახალი კომპიუტერით, რომელიც დამონტაჟებული იყო მანქანაში და თხოვა ეჩვენებინა როგორ მუშაობდა ის. პოლიციელმა პირადობის მონაცემები გამოართვა და შეიყვანა კომპიუტერში. აღმოჩნდა, რომ ინტერესიანი ახალგაზრდა შეიარაღებული ძარცვისთვის იძებნებოდა. ნომერი 2. ორი პიროვნება შეიჭრა მუსიკალურ მაღაზიაში. იარაღის აქეთ იქით ქნევით და ერთ-ერთმა დაიყვირა. არავინ გაინძრეს, თორემ ვესვრიო. როცა მისი მეგობარი სალაროსკენ დაიძრა, მან თავისი სიტყვა შეასრულა და თავისი მეგობარი დაჭრა. ნომერი 1. ერთმა ამერიკელმა კაცმა სიგარების ყუთი იყიდა და ისეთი ძვირფასი იყო, რომ დაზღვევა გადაწყვიტა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში. ერთი თვის შემდეგ სიგარები გათავდა და ერთი თვის შემდეგ სადაზღვევო კომპანიაში თანხა იყო შესატანი. ინგლისელმა ჯენტლმენმა დარეკა კომპანიაში და განაცხადა, რომ მისი სიგარები მცირე ხანძრის შედეგად დაიწვა. ინგლისში ხანძარი და ცეცხლი ერთი მნიშვნელობითაა. სიტყვა fire. კომპანიამ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე, რაზეც სასამართლოში უჩივლეს. ჯენტლმენმა საქმე მოიგო, სადაზღვევო კომპანიამ $15,000 გადაუხადა დაზარალებულს. ხანძრის დამწვარი სიგარებისთვის, მაგრამ ჩეკის აღება მაინც ვერ მოასწრო, რადგან პროცესის დასრულების შემდეგ ის დააკავეს. ბრალად დაუდეს დაზღვეული ნივთის ძალით განადგურება, მიესაჯა 24 თვით ციხეში ჩაჯდომა და $20,000 ჯარიმა. მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობელი დაგრჩებით თუ გააზიარებთ ვიდეოს და გამოიწერთ არხს. მომავალ შეხვედრამდე.